კი ბატონო. მოგეხსენებათ რომ მე 10 წელია დაოჯახებული ვარ. და ჩვენ შვილი არ ყავს. ხო, შვილი არ აქვს. მაგრამ ეს მიზეზი ყველაფერი საიდან გამომდინარეობს, ახლა აი ეს მიზეზი, თვითონ მიზეზი საიდან გამომდინარეობს, უკვე მე დროთა დრო ხდებოდი ამ ყველაფერს რა. და აი ამ თემაზე, სანამ მე დავოჯახდებოდი, უკვე მამა გაბრიელი წინ მესაუბრებოდა ერთ ისეთ თემაზე, რომელიც უბრალოდ მე ძალიან მეუხერხულებოდა იმ მომენტში. ძალიან მართლა მეუხერხულებოდა, მაგრამ როგორც აღმოვაჩინე და ჩემ გულში ჩავწვდი, უკვე უხერხული აღარ არის. იმიტომ ამ კაცისგან ეს წინადადება და ეს ყველაფერი რაც იმ მომენტში მე და მამა გაბრიელის ბოლოს შეხვედრაში მოხდა, ეს განჭრეტა იყო მამაოსგან ჩემი მომავალის. თქვი თუ შეიძლება და თუ თქვათ იქნება რაღაც ისე ჩვენ შეგვიძლია პირდაპირ ამას პირდაპირ ამას კი ბატონო მე ვსაუბრობ ასეთ რაღაცას კი ბატონო ამ მოჭრაც შეიძლება ხო არანაირად მე ვიტყვი ამას შენ მაშინ რამდენი ხანი იცნობდი რომ მიხვედი მაგ დროს ამ უკვე მეორე წელი იყო მეორე წელი იყო აღმოჩნდი მამა გაბრიელის ელიაში და აი საოცარი რა არის სანამ ამ სიტყვაზე წამოვიდოდა მამა ჩემს მიმართ ხო პირველი ეტაპი ზუსტად იმ დღის პირველი ეტაპი იყო ყველაზე დიდი მნიშვნელოვანი საოცრება კიდევ ერთი საოცრება რომ მამაოს გვერდში ვზივარ მარჯვენა მხარეს და ორი გოგონა და ბიჭი არიან მოსულები სტუმრად და მამაოს ხელი მიდევს ფეხზე და ვეფერები მის ხელს მარჯვენა ხელს ვეფერები და სასაული ხდება და საიდან პირდაპირ სახარებიდან მოდის ეს სასაული ოს მამა გაბრიელის პირით მოდის უკან ამ ორ ადამიანთან საუბრის მომენტში უცებ წვიტავს საუბარს და გადმომიხედავს ესე და მეუბნება გიყვარ ვარ და მე შევხედე და კი მამა როგორ არა მიყვარ ხალხ მეთქი შეტრიალდება აგზელებს საუბარს და ისე ვაგზელებ მე მის ხელის მოპერებას მეორე შემთხვევაში კიდევ გააჩერებს საუბარს და მომიტრიალდება გიყვარ ვარ მამა როგორ არ მიყვარ ხარ მეცი კაც კიდევ მიტრიალდა და აგზელებს საუბარს კიდევ ვაგზელებ მე ხელის მოპერებას და მესამედე კიდე იმეორებს ამ სიტყვას მომიტრიალდა და მართლა გიყვარ ვარ მამა აი მართლა მიყვარ ხარ მეცი და გაწყვიტა იმათთან საუბარი გაგაბზანდებოდ თუ ღმერთმა დაგლოცოთ და წამომაყენეო ფეხსო ხელი მოვკიდე წამოვაყენე და მე და შენ ერთად კელიაში შევიდეთ კელიაში შევდივართ ეს სადიხავით სანამ ეგლაპარაკი მედიოდა მამაოს კელიასთან გარეთ ვიჯექით და შევედით კელიაში და მამაო წამოწვა ცოტა დასვენება მჭირდება όμως შენ არ წახვალო აქედანო კამი მოიტანე და ჯიქი ჩემთანო და ჩემ თავთან იჯექი არ გავიდა რამდენიმე წუთი დაახლოებით 3-4 წუთი გავიდა მაქსიმუმ 5 იმიტომ ძალიან მოკლე ხანში მამა ტრიალდება თავის ჩემკენ ტრიალდება და მეუბნება ასეთ რაღაცას სწორად გამიგე შენ ახლა შენი მამაკაცური ოპიერებისა რაც არის ის უნდა ხელში დამაჭერენო ესე პირდაპირ ხო მე უცებ ვერ მიხვდი რა ზიარი ლაპარაკი რა შენი კაცობისა რაც არის ის უნდა ხელში დამაჭერენო ისეთ დღეში ჩავარდი იმ მომენტში რა ხო ესე სიტყვებით მეუბნება ისეთ დღეში ჩავარდი უცებ ისეთ დღეში ჩავარდი რომ რაღაცნაირად მოშეწყვა რა ესეთი მომენტია ხო კიდე მესამედ მითხრა რა ესე იგი ეს სამი გარეთ სამი სიტყვა ეს სიტყვები გამახსენე პეტრეს სიტყვები რომ ქრისტე რო ეუბნება გიყვარო ვარ პეტრე და სამჯერ უმეორებს კი მიყვარ ხარო უფალო აი ეს მომენტებია რა და უკვე თუ მართლა სიყვარული იყო
აი ქონა დამემტკიცებინა გამიგე, მაგრამ მე ვერ მივხვდი უცებ რაში გაუმდინარეობდა მამაოს ეს სიტყვები უკვე შიგნით კელიაში რო შევედით. და მესამედაც მეუნება რომ ფეხსი ადექი. და ეს აუცილებელია შენი მომავლისთვის, ასე მეუნება. და ხელში დამაჭერინე იცოდე. ვაუ. ვერც მესამედ ვერ გავუბედე. მართლა ვერ გავუბედე მესამედ რა. მე მახსოვს შენ ესე მომეყევი რომ მომავალში პრობლემები გექნება. ხო, აი შენ მომავლისთვის აუცილებელია, გამიგე? და მე უკვე რომ მე შემხედა რომ მე ძალიან რაღაც ისეთ მდგომარეობაში ჩავარდი, დაჯექი მანდ მეუნება და დავჯექი. და ზუსტად აი მაგ სიტყვას მეუნება. რომ შენ მომავალში ძალიან დიდ პრობლემებში აღმოჩნდები. ძალიან დიდ პრობლემებში აღმოჩნდები. ხო, არა, რა თქმა უნდა ვერ მივხვდებოდი, იმიტომ რომ მე ჭეღნაც აღნიშნე და ხაზიც გავუშვი. რომ მე არ ვიყავი ის ადამიანი, რომელსაც მესმოდა ეს საუბარი. და მე რა მოხდა ამ ლაპარაკის? აი ამ ლაპარაკის. ხო, დიდხანს გაგრძელდა ეს? არა, დიდხანს არ გაგრძელდა. მეუნება, ადექი ახლა შენ. და პიტაპი წადი სახში. კარგად დაფიქრდი. და მზად თუ როცა იქნება მოყვარ ჩემთან. იმის მერე მე მართლა ავდექი, აი ეს ხმაც არა მომიღია, ავდექი, გამოვედი კელიიდან. აი ვერ დავემშვიდობეთ ერთმანეთს, ისე რაღაც უცნაურად მოხდა ყველაფერი. ხო, შემეშინდა კიდევაც, იმიტომ რას მეუნება მამაო, ამ ყველაფერს. იმიტომ რომ ახლა ისეთი საკითხია საუბარი, ხო, ისეთ საკითხია საუბარი, მე ახალგაზრდა ბიჭი ვარ. და შენ გონი თქვი კიდევაც რომ მე არაფერი პრობლემა არ. ხო, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ აი უცნაურად მომეჩვენა, რას ამბობს მამაო, ვერ ხვდებოდი. ნამდვილად ვერ ხვდებოდი, რას ამბობდა მამაო.